გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Words, მე და ტაისონი მივდივართ ტყისაკენ. ალბათ საათნახევარი დაგვჭირდება, რომ დანიშნულების წერტის მივახციოთ, მე მანქანას გავაჩერებ და ფეხით გავუყვები. წინ საინტერესო ლაშქრობა გველის, ძალიან მაგარი ტალახი არის, თოვლით. ნარევი ტალახი ზოგადად ჩემთვის უფრო ცუდია ხოლმე. დიდი დარბეყურს. ქვემოთ წყალი აქვს მერე სულ და მაგარი ცუდია მაშინ სიარული. თან თიხა მიწაა სულ და ამის გარეთ ხო არის საშინელება, აი დიდი ხანი უნდები ხოლმე რა, რო ამოიკრავს ხოლმე ასე კარგად საბურავები. ამოვედი, ისეთი არაფერი, ეს მარტივი გასარიცხი იქნება, აი თიხა მიწას რა აქვს, მინუსი რა, რატომაც მეზიზღება. დასავლეთში უფრო არ არის ხოლმე ეგეთი მიწა რა. აი აღმოსავლეთ საქართველოში აი ამ ადგილებს იმდენად ავსებს, რომ აი ხელით ვაცდი ხოლმე, მე აი კერხელი ვეღარ შვერის რა. და ერთხელ კიდე არ ვიცი თუ გახსოვთ ეგ ვიდეო თუ გაქვთ ნანახი. ისეთ საშინელ თიხა მიწაში ვიყავი, რომ 4-ვე საბურავი გავჭედე. მაგრამ აი ყოჩაღამ მანქანას რომ მაინც დაატრიალა რა, არ ცველოდი. აი ესენი მოგვლიჯა საერთოდ. თლინად გამოიტანა რამ დატრიალებისას ეს თიხა და ჰაერში ესე ჩამოკიდებული იყო, თოკით მქონდა მიმული, ისე ვათრია სახლამდე, მე კი გავაკეთე. ეგ არაფერია. თოვლი არის, მაგრამ ძალიან სველი თოვლი არის. თავარი ღრმა არ არის, იმიტომ რომ გამაშები დამჭირდებოდა და ეს რაღაც საინტერესო ნაბიჯებია, სავარაუდოდ შველს გავს. შველი იქნება, ჩლიქებს გავა პატარა. მე ერთი სადღაც კილომეტრ-ნახევარი ან 2 კილომეტრი ზემოთ უნდა ავუყვე და სადმე კარგ ადგილს მოვძებნი და დავბანაკდები. აი მძიმე ჩანთამაქ როგორც ყოველთვის. ხეთეთ მონები, ბაიმ გავიკეთებ. მე ზედმეტად თბილად წამოვედი მეგობრებო დღეს. თბილისში, რავი, ძალიან თბილი ამინდებია რა. ჩემო ძალიან თბილია, თორე ერთი თხელი შარვალი მაცვია, ზემოთაც ისეთი არაფერი. იარაღს დავამაგრე. შვენიერი არის ასე გადასაადგილებლად ზურგ ჩანთაზე პირდაპირ წონა კარგად ნაწილდება, არც გაწუხებს არაფერი. აი წავედით. რაღაცებს აქვს ნასიარულები. მაგიტომ არის გამღვალი თოვლი რა უფრო. ნუ ახლა აქედან ვერ გაარჩევ რა მიარა, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯები იქნებოდა და მე დიდდება. ესენი ტაისონისია. მოიარა მთელი ტყე. ძალიან მოენატრა ტაისონს ტყე, იმიტომ რომ წინა ერთი კვირა კარგად ვერ მოვიცალე. მე თვითონაც გაგიჟებული ვიყავი ტყეში, ისე მინდოდა და ტაისონი ცალკე. ერთნაირები ვარ სუსტ. მეგობრებო, ერთი ნახევარ საათია მოვდივარ და ფიქრობდი უთოვლო ადგილზე ავსულიყავი, უკეთესი იქნებოდა, რომ ძალიან სველი თოვლი ამაზე პარალონს რო გავშლი, ეგრევე წყრად წავა და შეიწოვს. საძირე ტომარეში არ შემოდის გარედან, მაგრამ ძირსაგები სუდასველდება და არ მინდა. ამიტომ ზოგ ადგილას, სადაც თოვლი, ანუ სადაც ჩრდილია და მზე არ ადგება, ეგეთ ადგილს ვიპოვე ისევ თოვლიან ადგილს, იმიტომ რომ ერთი ცუდი რაღაც არის. თავი და რის გამოც არ მინდოდა უკვე გითხარით, რომ ძირსაგები დასველდება, მაგრამ უთოვლო ადგილას რომ მივიდე, ტაისონი ამოილაფება, რა მთლიანად ტალახიანი იქნება და მე ტალახიანი რომ საძირე ტომარაში ჩავაწვინო არ მინდა, თან ისეთი არაფერი მაქვს, რომ კარგად დავწმინდო. ამიტომ ვიპოვე მეტად თოვლიან ადგილს, ასეც არა რა. აქ დაიწყებს მე 900 თამაში და სულ გატალახიენდება. ო, კაი ღრმა სოროარი. ნახეთ. ეს გამოთხრილი მიწა არის. თითქმის თავში ვარ ამოსული რა. უბრალოდ დღეს აქ დარჩენით არ მოსულა. მეგობრებო, ასეთი იდეა მომივიდა, რომ უბრალოდ წამოსულიყავი ტყეში და ესე შუაღამის 2-მდე ან 3-მდე დავრჩე რა. თუ ძალიან მოვითენთე და რაღაც მაღვიძარას დავაყენებ, რომ
არ გადაცდეს დროს და მანამდე დავიძინო. საძილეტომარა მაინც წამოვიდე დასვენების თემაში, რომ წამოვწვე მაინც რა თბილად რომ წამოვწვე. რაც თავარია და დანარჩენი რავი ისეთ ბანაკს მოვაწყობ, რომ ტენტი და რაღაც საჭირო არ გახდეს, იმიტომ რომ დარჩენი თავ ვარ. კოცონი, ბევრი შეშა და ეგ არის. ხილად ნაჯახი ქვაზე არ მომიხდეს, თორე პირს გავაფუჭებ. Სუსტად ერთი ღერი ასანთი. ეგეც თლიანი არ არის. დაინთოს თორე კაჟით მომიწევს წვალება. მარტო კაჟით რა. ასეც გამხმარი ფიტრი. კოცონიც მზად არის, აღარც ჩაქრება. მოღოდ მე შეშა უნდა მომიმარაკო, რომ სანამ წავარ კონდეს რა. წეგან მეგობრებო. ცეცხლს შეშას რო ვაყრიდი, ზედამხრიდან ასე არ ვიცი ზუსტად საიდან, მაგრამ ზედამხრიდან გავიგეცით როგორი ხმაი. ყმუილი, წყმუტონი, კნავილი, რაღაც ეგეთი რა, ესენი შეურიო ერთმანეთს. უბრალოდ ეგეთი ხმა რაზუს არ გამიგია. ზედამხრიდან გავიგე და ეს მერე დაიძაბა, ეგრევე დაიწყო სუნვა. დაუძახე ერთი ჩამოვიდა. მეგობრებო, იმედია ეს არ არის ზამთრის დასასრული და წინ კარგი თებერვალი იქნება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იდეები მაქვს კიდევ ზამთრის ლაშქრობებთან დაკავშირებით რა. ამ ზამთარში კაი რაღაცები გავაკეთე უკვე, მე ასე ვთვლი. საინტერესო იდეები მქონდა. კაც პირობებში ნაწილი განვახორციელე და ნაწილი ჯერ არ არის განხორციელებული, მაგარი იდეები მაქვს ძალიან რა. ძალიან მაგარი რაღაცის გამოცდა მინდა პირველ რიგში ზამთარში. ყინოს გულისხმობ, ახლა ყინო აღარც არის, თორე ზამთარში ხო ვარ. ახლა ჩემი ზე ეგეთი რაღაც გადავიღო, მაგრამ მაგის არსი და მუღამი არის ყინვაში, რომ გეტყვით რაც ეგ ეხება პირდაპირ არ გეტყვით რაც არის, მაინც ხო არ მოგიყვებით ბარემ. მაგრამ ეგ ეხება დაძინებას ყველაფრის გარეშე და მაგაში გარეული არის კოცონი. უბრალოდ ნაკვერცხალი. ძალიან საინტერესო იდეაა, საკმაოდ სერიოზული მეთოდია ეგ რომ დავრჩეთ ყველაფრის გარეშე. შეიძლება მიხვდეთ კიდეც, მაგრამ უბრალოდ მაგის გაკეთება მინდა ყინვაში რა, -1 და -2 არა, უფრო სერიოზულ ყინვაში მინდა გავაკეთო. თოვლი თუ მინდა საერთოდ არ იყოს, თავარია იყოს კარგი ყინვა. ხო და იმედია წინ კარგი ზამთარი გვექნება რა, მაინც თებერვალი დარჩა, მარტს უკვე ზამთრად დიდად აღარ ჩავთვლი, იმიტომ რომ მარტში უფრო აი ეს სველი თოვლი თუ მოვა და მე წვიმან არევი და ეგ უკვე აღარაფერია. მაგრამ იმედია ეს არ იყოს სულ. კარდა მაგას დაიწყო, კაი დიდი თოვლი წამოვიდა ბევრმა მთელ საქართველოში თითქოს, მაგრამ ასე მალე თუ შეიცვლებოდა ამინდები და ესე დათვებოდა, არ ვიცოდი. ან მეკონა ნახს.
ой მეგობრებო, ბევრმა დააკომენტარა კიდე ვიდეო ხაფანგზე. ვიდეო ხაფანგს წავიღებ, როდესაც წავალ დასარჩენად. ან ვიდეო ხაფანგი თუ მიგაქვს, სიტყვაზე აქ მოვედი დღეს, აქ უნდა დატოვო ის ადგილას, რომ სიტყვაზე ვიღაცამ არაგაცალოს, არ მოგყაროს. და თან ისეთ ადგილას უნდა დატოვო, რომ რაღაც ცხოველის გავლის შანსი იყოს, რაღაცის დაფიქსირების, ან თუნდაც სატყვარა დაუდო. სატყვარების დადებაც მასწავლეს. სატყვარაში გულისხმობ საკვებს, რომ საკვების სუნზე მოვიდეს და შენმა კამერამ დააფიქსიროს. ეგ ძალიან საინტერესო იქნება. მალე დავიწყებ მაგის განხორციელებას. ვიდეო ხაფანგზე უკვე ყველაფერი მზად მაქვს, ელემენტები, ჩიპი. ყველაფერი ვიშოვე, რაც მაგისთვის საჭირო იყო. მეგობრებო, ჩემ მეორე არხზე თუ არიცით, ქართულ არხს გულისხმობ, BBR Outdoors, ჩემი ნინის და ნოეს არხია ეგ რა, ჩვენი ოჯახური ლაშქრობები გვექნება ხოლმე, მან და არა მარტო ლაშქრობები, კარგ რაღაცებს გავდავიღებთ კიდეც, ძირითადად ლაშქრობებს და მოგზაურობას რაც ეხება რა. და ვინც არიცით მეგობრებო, მაგ არხზე მეორე ვიდეო დავდეთ. არ ველოდი მაგხელა გამოხმაურებას თქვენგან, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გამიხარდა თქვენი კომენტარები, თქვენი მხარდაჭერა. ნუ ეს პირველი ზამთრის ლაშქრობა იყო რა და შემდეგ ვიდეოს დავდებთ ამ ვიდეოს დადებიდან მალევე და ვისაც გაინტერესებთ BBR Outdoors. ასე ჩაწერეთ და მოძებნით მაგარხს. მადლობა ყველას. ჯერ ისე სასიამოვნო სითბოს თემაში მინთია, თორე არც ცივა და მე ცოტა დიდ შეშას დავაყრი, რომ ნაკვერჩხალი დადოს რა, დღეს მინდა სტეიკი შევწვა ნაკვერჩხალზე. სამყარო ასე შეიცვალა, რომ ზამთარშიც კი გამოდიან ობობები. ამას ვერ ვიგებ მე, იმიტომ რომ ბოლო 1 წელია ასეთ რაღაცას ვამჩნევ, როცა მანამდე არასდროს მინახავს. ამასაც მე ხავსზე დავსვამ. აქ შემთხვევით რომ მე არ დავადო, არ გაიჭყიდოს ან რამე. ეს არის კრაბიობობა. Crab spider. ეთყობა კიდეც მოძრაობაზე რომ სცივა, მაგრამ აი რატომ გამოდიან ზამთარში? შენ რა სიტყვით, აისონ რამე იდეა გააქვს? სადაც დავსიობობა, იქ შემოხდა პირდაპირ. შუა დღეს გასცდა თითქმის. მშრალ აჯიკას წავუსმევ ამას. აჯიკა ეს მშრალი აჯიკით მექნება სტეიკი. ზოგადად სტეიკი მაღალ ტემპერატურაზე რო იწვება, მაშინ გამოდის ყველაზე გემრიელი რა, საქონლის ხორცი ნელა არ უნდა შეწვა. სტეიკის შეწვის ტექნიკა ეგეთია რა, ტაფაზე როცა წვავთ და ტყეშიც მაგალითად ახლა ეს რო ცოტა მაღალზე დავდო და ნელა ვატრიალო და რაღაცა არ გამოვა კარგი, გამოდის რაღაც რეზინასავით, რთულად იღეჭება და ასე შემდეგ. დავამუღამე ეგეთი რაღაც რა, ძალიან ახლოს მაქვს ჩატანილი. 1-2 წუთი გავაჩერებ ამ მხარეს ან 3 წუთი, მერე გადმოვატრიალებ, მეორე მხარესაც 2-3 წუთი, მერე ცოტა ხანი ამ მაღალ ტემპერატურას მოვაშორებ, შედარებით სითბოში მექნება რომ დაისვენო, სტეიქს რამდენი ხანიც წვავ, იმდენი წუთი უნდა დაასვენო. და მერე დავჭრი და გამოვა იდეალური. მანამდე არ ვიცოდი ხოლმე სტეიკის კარგი შეწვის ტექნიკა რა. ხან შემთხვევით გამომივიდოდა ხოლმე პირდაპირ ესე რო შევწავდი ხოლმე და მიკვირდა ხოლმე რატო გამოდის ასეთი კარგი თქო. ან თუნდაც მე და მირიანმა რო შევწვით მაშინ დიდ ქვებზე სტეიკები, ეგ იყო საოცრება რა. ხო და
ვარჯიშის თემაში ყოველდღე ვჭამ სტეიქს დღეში 2 ჯერ. ხო და ნინი მიკეთებდა ერთხელ და წაიკითხა რა სტეიკის მომზადების ყველაზე კარგი ტექნიკა და ზუსტად ეგეთი რაღაც წაიკითხა, რაც წეღან გითხარით რა მაღალ ცეცხლზე და ამ ერთ ხარეს სიტყვაზე 2-3 წუთი, მეორე ხარესაც 2-3 წუთი გააჩნია ეგ უკვე როგორი მომზადებული გიყვარს. ზოგს სულ გამომშრალი უყვარს, ზოგს შიგნით ცოტა წითლადროა და რაღაც. მე პირადად ეგრე მისჩენია. ხო და ნინიმ რო გამიკეთა, ეგ იყო საოცრება და მის მერე უკვე ამ მეთოდზე გადმოვედი. ბევრად კარგი გამოდის რა მართლაც რბილი არის, აი რო ღეჭავ, ვერ გძნობ რომ საქონელი არის არა და ისე რო შეწვა გამოდის რეზინასავით, აი 1 საათი რო ერთ ლუკმას ღეჭავ. როგორც ვამბობდი, წვნიანი და რბილი. და მე როგორიც მიყვარს, რაც თავარია ისეთი. Magariya. მეგობრებო, ჭამეთ ხახვი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაც რა. სულ ჭამ ხახვს. უკვე ვაშლივით. ჭამეს დავიჭერ ჭამ. განსაკუთრებით კარგია ხახვი კაცებისთვის, იმიტომ რომ ტესტოსტერონის დონეს წევს რა. ой მეგობრებო, გუშინ კომენტარებს რო ვკითხულობდი, ერთი კომენტარი წავიკითხე და მინდა აქედან მოვიკითხო თომა. 4 წლის ბიჭი, რომელიც თურმე ჩემს არც ერთ ვიდეოს არ ტოვებს. თომა, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და დიდი მადლობა რომ მიყურებ. მოკითხო ჩემგან. რამდენიმე წვეთი დამეცა რა და იმედია უბრალოდ ქარს მოვაქვს და არ წვიმს. თორე მაგარი ცუდი იქნება. ტენს სპეციალად არ წამოვიღე მანქანიდან მეთქვი. წვიმამდე დავეშვები მეთქი და აღას დამჭირდება თქო. არა და ხო არაფერი, აი ხელთათმანის ზომაზე პატარავდება ჩემი ტენტი რა, ის გასაჭრელი ტენტი რომ აქვს პატარა. ჩააგდე აქ რა, მაგრამ რა ვიცი, სულ ასე რისკავ ხოლმე და ერთხელაც იქნება დავპები. როა ცოტა გავერთო. აი უბრალოდ რომ შენთვის ხარ და ხესთლი, ეგ არის ძალიან სასიამოვნო. გამშვიდებს თითქოს. მოკლედ არ ვიცი ზემოთ რა ნახა ამისთანა, მაგრამ აი იქ ადის, ნუ ჩემი თვალთახედვის არეალს არ შორდება. გავაფრთხილე, მაგას იგებს. მაგრამ აი აქ ადის და ზემოთ იყურება რა, კიდე არ ეშვება იმ ადგილს. ეხლა ჩამოვიდა, მე კიდეაო და ასე. და ისო რა ნახია ესეთი. ეტა საუბარი შეგვიწყოს.
ქარმა ძალიან მოუმატა. ამიტომ შიშობ, რომ ამინდი უფრო მალე შეიცვლება, ვიდრე მეკონა. ესე გავერთე რა პიურეს გაკეთება მინდა და ესე დავჭყიდავ და მე შევჭამ. თლისას ნახეთ ჭის ორ ხვრელს მივაგენი რა. თალე და უცებ გულს ხო გავს. თვალები, ცხვირი. დავტოვი ასე. აი სათრელად ვიქტორინოქსი კარგი, ჩემთვის არაფერი არ არის რა. იდეალური არის და საერთოდ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი დანა არის ზოგადად ვიქტორინოქსი. ძალიან მოეწონა ტაისონს ეს ადგილი რაღაც მეფურად რო იყურება. ოდალა. ნე პირდაპირ ცენტრში. აუ, კარაქი წამომეხო მაინც. ძალიან მოხდებოდა. სვანური მარილი. დავჭყიდოთ ახლა. ამას ძალიან მოხდებოდა. კარაქი და წვანე ხახვი დაჭრილი. აი ეს მოკლედ შენი საჭმელის გარდა ყველაფერი გასინჯე დღეს. კაკაია. ოკვამმა დამწვათვალები რა. მალე დაღამდება. ამინდი კიდე გავუარეს და უფრო ძლიერი ქარი აღოთ. აი უშუალოდ აქ არა რა. ზედა მთებზე ისვის მაგარი ქარის ხო. მოაქნენელა ქვემოთ. მოსაღამობდა მეგობრებო და როგორც ვარაუდობდი, წვიმა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ველოდი ასე 4-3-4-ისკენ რა. წასვლა მქონდა დაგეგმილი პირველი 2-ისკენ. მაგრამ ამინდი შეისვალა, იმიტომ რომ ქარია. ქარს კიდე მოაქვს ეს წვიმის ღრუბლები. სანამ ძალიან დაუშვებს ვიქნები. მაგრამ აი სიცივი არც არის ესეთი რა. უბრალოდ აი სასიამოვნო ცეცხლთან ახლა ყოფნა. ისი არცივა, რომ ჩემი მაგარი იდეები განვახორციელო. თან ეს თოვლი არც არის და ეს არის თოვლჭყაბი. ცუდი არის. მოდიო დროზე. მეგობრებო, გაიგეთ ხმა. მოდი. კადრნა გადავამოწო. მოდი ტაისონ დროზე, მოდი.
მაგარი უცნაური ხმა იყო მეგობრებო. ვერაფერს ვერ ვამგონებ ისიც. მოდი აქ დროზე. მოდი. ჩამოტ აისონ. მოდი. ეს ხო არ ეშვება ზემოთ ასვლის. რა შეიძლება ყოფილიყო მეგობრებო, ნაღდად არ ვიცი და თუ გამეორდა წასვლამდე გავისვრი. მოდი ტაისონ დროზე. დროზე. მოდი. ვიდეო გადავამოწმე და ვიდეოში კარგად ისმის. მეგობრებო, აზრზე არ ვარ რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ესე შენთვის როზი ხარ ცეცხლთან საუბრობ კამერასთან და სულ სიჩუმეში ხარ, ასე რო თქვათ რა, მარტო ამინდის ხმა რო არის და უცებ რაღაც ისეთი ხმა ეძრობა, მოულოდნელი ცოტა არ იყოს და შემაშინებელი იყო. მეგობრებო, კიდევ გავიგე ესეთი უცნაური ხმა. თითქოს უფრო დიდზე. ბარემ წავა. ერთს გავისვრი, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული მანძილი მაქვს გასავლელი მანქანამდე. ცოტა შვიდად რო გავიაროთ, მინდა ტაისონმა რა იცი რა არის. ფრინველის არ ამგონია იყოს, ხმუილს უფრობა. მეგობრებო, ცოტა სწრაფიტები თუნდაც ჩავიდე, იმიტომ რომ წვიმა მომართებს. თან ის ხმა ნამიტანი არასასიამოვნო იყო. გავიქცევი ცოტა სილბესიები ცხოვა და მანქანიდან ჩაგერთვებით. მანქანაში შენივრად ჩამოვედით მე და ტაისონი. აზრზე არ მეგობრებო რა იყო. მაგრამ ძალიან უცნაური ხმა ქონდა. რაღაც რო ცუდად განწირულივით რო მოიშ ეგეთი იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ვიდეოში კარგად როგორ ისმის წეღან. უცებ შევხედე რა, რომ თავარია ისმის თქო. იმიტომ რომ ეგ მაგარი ცუდი მომენტია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც შენ რაღაც გაიგე, მაგრამ ვიდეოში არ ისმის და ეხლა იტყვი და აზრი არ აქვს. ჯობია არ თქო. მაშინ ვიდეოში ატვარიყო, ვიღაც გიტყვის. ის და ახსენე. მაგრამ აი ისეთი ხმა იყო რაღაცას რო აი ტკივა ან რაღაც ეგეთი და განწილული რო ხმუის. არა არ ვიცი მე როზეს გამიგე ეგეთი ხმა. თქვენ რას ფიქრობთ დაწერეთ კომენტარებში ან მსგავსი თუ გაგიგია თუ დესმე რამე რა. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში მეგობრებო. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, იმიტომ რომ მაგრად მაინტერესებს რა. ეხლა ამ დღეში ვიდეო ხაფანგი რომ მქონდა დაყენებული, ისე ახლოდან იყო ეგ ხმა. ჩემთან რომ მქონდა არა, სადმე მოშორებით რომ მქონდა და ისე ახლოდან იყო ეგ ხმა, რომ ჩემი აზრით იქნებოდა იმის შანსი, რომ რაღაც დამეფიქსირებინა რა. ტაისონის დაიძაბა. შეშინებით არ შეშინებია, როგორც დაინახეთ პირდაპირ მიდიოდა რა. გლისონი და რაღაც რო ეგნო ეგრევე კანკელს დაიწყებდა ან რამე. მოკლედ მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, თქვენ უყურებთ BBR Wilds აბა მაგრად.